გამარჯობა, მე თიკო ვარ, ესპანურის მასწავლებელი. თქვენ უყურებთ Spanish Conticos YouTube არხს. პირველ რიგში დარწმუნდი, რომ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი, დაალაიქე, იმიტომ რომ ეს ვიდეო ძალიან მოგეწონება და დავიწყოთ მესამე გაკვეთილი. დღეს ძალიან კარგი თემა მოგიმზადეთ, გასწავლით როგორ ისაუბროთ ესპანურად, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ, ანუ თქვენს ჰობებზე. ესპანურად მე მომწონს არის me gusta, me gusta. მარტივად. შემდეგ კი შეგიძლიათ ჩვეულებრივად დაამატოთ, რაც მოგწონთ. აი მაგალითად, სიმღერა მომწონს, შეგიძლიათ თქვათ me gusta cantar. ცეკვა მომწონს, me gusta bailar. და თუ მაინც და მაინც რაღაცის კეთება არ მოგწონს და რაღაც მოგწონს, მაგალითად შოკოლადი, შეგიძლია პირდაპირ თქვა me gusta el chocolate. ასევე შეგიძლია თქვა me gustan los animales. შეამჩნიე ხო, რომ me gusta el chocolate, მაგრამ me gustan los animales. რატომ? ახლავე აგიხსნი. El chocolate არის ერთი შოკოლადი. ხომ ასეა? შესაბამისად მოგწონს ერთი ცალი შოკოლადი. Los animales ბევრი ცხოველები. ესე იგი მოგწონან ცხოველები. რა თქმა უნდა, ქართულად არასწორია, მაგრამ ესპანურში აუცილებლად მრავლობით რიცხვი შეეწყობა. ესე იგი, თუ ერთი რამე მოგწონს, თქვი me gusta და თუ 2, 3, 4 ბევრი რამე მოგწონს, თქვი me gustan. აი ეს პატარა n დაუმატე ბოლოში, რომ გრამატიკულად სწორად გამოგივიდეს. რამდენიმე ჰობის დასახელება ესპანურად. მაგალითად, cantar სიმღერა, bailar ცეკვა, dibujar ხატვა, caminar ან pasear სეირნობა, nadar ცურვა, jugar al fútbol ფეხბურთის თამაში, jugar al baloncesto კალათბურთის თამაში, leer კითხვა, ver películas ფილმების ყურება, escuchar música მუსიკის მოსმენა, viajar მოგზაურობა, cocinar ზარეულობა. ამ ცნების გამოყენებით უკვე შეგიძლია ისაუბრო შენს ჰობებზე. აი მაგალითად თუ ჩემს თავზე ვისაუბრებ, შემიძლია ვთქვა me gusta viajar, me gusta pasear, me gusta hacer fotos. hacer fotos ფოტოების გადაღება. და თუ გინდა რომ ვთქვათ, რომ რაღაც ძალიან მოგწონს, უბრალოდ დავუმატებთ mucho. მაგალითად, me gusta mucho, me gusta mucho nadar, me gusta mucho pasear. და თუ გინდა რომ სულ ერთი სიტყვით გამოხატო შენი დიდი სიყვარული რაღაცის მიმართ, ახალ სიტყვას გასწავლი. me encanta. ეს ნიშნავს რომ რაღაც ძალიან გიყვარს, გიждები. მაგალითად, me encanta aprender idiomas. და როგორ ვთქვათ, როდესაც რაღაც არ მოგწონს? no me gusta. დაუმატოთ no წინ. no me gusta. სანამ გავაგრძელებთ ვიდეოს, მინდა რომ გთხოვოთ მოიწონოთ ეს ვიდეო, გააზიაროთ და რაც თავარი არ დაგაუწყდეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ მე ეს ძალიან მეხმარება. ეს კი არის ჩემს მიერ შედგენილი წიგნი, რომელიც დამწყებთათვის იდეალურია. არა მარტო დამწყებთათვის, მათ ვისაც ეჭვიგებარებათ თქვენს ცოდნაში და გინდათ თავდაჯერებულები იყოთ, საუკეთესო ვარიანტია. როგორც ხედავთ, თემები დაყოფილია კატეგორიებად და მარტივი წასაკითხია. ეს იქნება თქვენი გზამკვლევი და ასევე ლექსიკონი. თუ გინდა წიგნის შეძენა, შეგიძლია მომწერო აი ამ მეილზე, რომელსაც ეკრანზე ხედავ და მალევე გიპასუხებ. გელოდები. მოდი ახლა ვთქვათ, როგორ ვკითხოთ ადამიანს რა მოგწონს. მაგალითად, te gusta pasear, უკვე მეორე პირს ვეკითხებით. ნახეთ, gusta არ იცვლება, მხოლოდ ვცვლით mes teti. ესე იგი, შენ მოგწონს te gusta pasear? და მაშინ მესამე პირში როგორ იქნება? აი მაგალითად, მას მოსწონს რაღაცის კეთება. აქ გვჭირდება le gusta. და მაშინ როგორ იქნება? ჩვენ მოგწონს რაღაცის კეთება. nos gusta. თქვენ მოგწონთ os gusta და მათ მოსწონთ les gusta. me, te, le, nos, os, les არის ახალი ნაცვალსახელები, რომლებიც დღეს ამ გაკვეთილში ვისწავლეთ. მაგრამ ალბათ გემახსოვრდებათ წინა ვიდეოში ახსნილი yo, tú, él, ella, nosotros, vosotros, ellos. ესენი არსად არ გამქრალა, უბრალოდ სხვანაირი სახე მიიღო. ნახეთ, კარგად დააკვირდით აი ამ ცხრილს,
A mí me gusta. წარმოიდგინეთ, რომ yo გადაკეთდა ami. Tu გადაკეთდება adi. Ella და el არ იცვლება, შესაბამისად იქნება a él, a ella le gusta. Nosotros და vosotros თავის ადგილზეა, უბრალოდ a დაემატება წინ, როგორც დანარჩენებს, მაგალითად a nosotros nos gusta, a vosotros os gusta და a ellos, a ellas les gusta. მოდი რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ. ადამიანი გეკითხებათ: te gusta pasear? მოგწონს სეირნობა? შენ პასუხობ: sí, me gusta. კი, მომწონს. და ახლა ის ადამიანი გპასუხობთ: მეც. როგორ იქნება აი ეს მეც? მარტივად. ნახეთ, a mí también. También ც. a mí también. მეც მომწონს. თუ იმ ადამიანს არ მოწონს სეირნობა, მაშინ გეტყვით: a mí no, me არა. a mí no. მოდი ახლა პირიქით განვიხილოთ. წარმოიდგინეთ, ადამიანი გეუბნებათ: a mí no me gusta pasear. არ მომწონს სეირნობა. და თქვენც არ მოგწონს სეირნობა. ამიტომ ეტყვით: a mí tampoco. a mí tampoco. წარმოიდგინეთ, რომ tampoco არის también-ის ნეგატიური ფორმა. ესე იგი, ც ოღონდ ნეგატიურ კონტექსტში. და თუ მაგალითად ადამიანი ისევ გეუბნებათ: a mí no me gusta pasear, მაგრამ თქვენ მოგწონთ სეირნობა, ეტყვით: a mí sí, me კი. ესე იგი, a mí también მეც, a mí sí, მე კი, a mí tampoco არც მე, a mí no, მე არა. მარტივად. ახლა კი შემიძლია ესპანურად გკითხო. te gusta este video? თუ მოგწონს, მაშინ დაალაიქე, რაღაც ელოდები. გამოიწერე ასევე ჩემი გვერდი და დაელოდე შემდეგ ვიდეოს. Hasta la próxima!